1958 წელი მსოფლიო ჩემპიონატის წელია. ეს არის წელიწადი, როცა მსოფლიო საბოლოოდ და სამუდამოდ დაინახა ბრაზილია. ეს არის დიდი გარინჩანი, ლტონ სანტოსი, ალტაფინი და პატარა პელე, რომელიც ახდენს სასწაულებს, რომ დააყენეს ეს. სასწაულებს რა გადამწყვეტი გოლი აქვს უელსთან, მერე ფინალი, მთელი ამბავი აქვს. საბჭოთა კავშირის ნაკრებს მოუწია ბრაზილიას და შეხვედრა. საბჭოთა კავშირი პირველად მონაწილეობს მსოფლიო ჩემპიონატებში ამ დროს. არც ერთ დინამოელი იქ არ არის, ჯერ კიდევ. ასე რომ ვთქვათ, კრიზისი გრძელდება და აქეთ არ იყურებიან სამხრეთით. საბჭოთა მწვრთნელები, მაგრამ საბჭოთა კავშირისთვის ეს მნიშვნელოვანი არის. ოლიმპიური ჩემპიონი მიდის და უნდა შეხვდეს მსოფლიო პროფესიონალს, კლუბების დონეზე უკვე წარამარა ხდება, მაგრამ აი ნაკრებების რაღაცა თან ესეთი შეჯიბრი საბჭოთა კავშირის გადათამაშებაში ინგლისს ამარცხებს და ჯგუფიდან ასე გადის და ხდება ბრაზილიას და აგებს ორი დიადესი წუთი ამას ეძახის. ასე დაწერა ანუ ეს არის საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ესე იგი ამარცხებს ბრაზილია, მერე ჩემპიონი ხდება. გზადაგზა ამარცხებს საფრანგეთის ნაკრებს და იმ საფრანგეთის ნაკრებში თამაშობს ესეთი ახალგაზრდა კაცი ჟუსტ ფონტენი, რომელსაც მთელი ჩემპიონატის განმავლობაში გაქვს 13 გოლი. ეს არის დღემდე დაუმხობელი რეკორდი. ვისაც 2 ან 3-4 ჩემპიონატში მოუხერხებია თამაში ფეხბურთის, იმას მაგაზე მეტი აქვს და გერდი მიულერი, აიზო რონალდო, კრისტიანო, კლოზე, ვისანა. ერთ ჩემპიონს 3 ეს ხო აღარასდროს არ მოხდება. ეს არის უნიკალური ადამიანი, რა ქვია. მოგზაურობების და იმის მსოფლიო ჩემპიონატის წელია, რა ქვია. თბილისში იყო პარიზის რასინგი 2-2 მორჩა. ეს არის ასეთი თამაში და თბილისის დინამო ისევ გაუშვეს ირანში. რა ქვია. ცალკე თავი აქვს, პატარა თავი, რა ქვია. ავტომობილ ღობერძეს ამ წიგში 14 წლის შემდეგ. მაშინ ახალგაზრდა ფეხბურთელი ომის დროს 21-22 წლის, ახლა არის 35 წლის ფეხბურთელი 36 და ისევ უწევს დინამოსთან ერთად, რა ქვია, ირანის გუნდებთან თამაში. აღარავინ იმ გუნდიდან ფეხბურთს არ თამაშობს წერს და ერთადერთი ვინც თამაშობდა გრიშა გაგო ახლა გუნდის მთავარი მწვრთნელია და მე ისევ ფეხბურთს თამაშობ. ძალიან კარგი ის არის, რა ქვია. ეპიზოდი და არის ესეთი ერთი შეხედვით სუბუქი, მაგრამ დამაფიქრებელი ტურნე, იმიტომ რომ ჩადიან, უგებენ თავრიზის ნაკრებს 7-0 თუ რაღაც ამანგარიშებს დიდი ის არა. მე მიდიან თეირანში, რა ორ გუნდს უნდა შეხვდე და უკვე ისეთი დროა, რომ სუსტი გუნდები სწავლობენ დაცვაში დგომას, რა ქვია და იქ გაუჭირდებათ შაინია ესეთი გუნდი რა. მოუგებენ იმათაც, მაგრამ რა თქმა უნდა არა 0-ზე და 2-1 თუ რაღაც ფასდებით. მაგრამ არის მესამე თეირანის გუნდი, თაჯი ქვია, თაჯი ხო რაღაც მას ნიშნავს, მაგრამ თავს არ ქმნის. მანდო ბაქოც იყო ჩასული და ერევნის სპარტაკიც, მე არ არადი და ბალწიკმა ვერ მოუგო ხო და ეხლა იმათან ჯერქენ ვერ მოვიგეთო. აი ესეთი ისე მე გეზარება ხო 11 კაცი კარში დგას, მაშინ უკვე ეს სოფლიოშიც და ევროპაშიც ეს დაცვით ისინი წამოსული არის, იქ ელენიო ერერა, დიადი მწვრთნელი ხო ეს სოფლიო მწვრთნელი ეს იტალიაში, ესპანეთში მუშაობს. კატენანჩო რამ და ეს სუსტი გუნდები უკვე იყენებენ ამასო და ჩვენ ვერაფერს მაგრამ ეს არაფერი არ არის. წავედით, წამოვეთ. კარგი ის არის 59 წლიდან კიდევ ერთხელ ამჯერად უკანასკნელად ბრუნდება ანდრო ჟორდანია მწვრთნელად რა. და გადიან მესამე ადგილზე დიდი ხნის შესვენების მერე ეს უკვე თან ესეთი გუნდი ახალგაზრდები თამამად აი იმ წლებში თქვათ აი ტურნირებზე და ჩემპიონს ხედავთ ჩვენ ზურაბსოტკილას მაგალითად დინამოს შემადგენლობაში წელი იყო ზურაბსოტკილო განაპირათა ბორიასიჩინავა იქ უკვე აი ამ წელიწადში 58-ში დაიღუპა ვოვა მარღანია და სერგო კოტრიკაძე დგება კარში ხანდახან
ცulis ანზორ კავაზაშვილი რომელიც უკმაყოფილო და მე გარბის აქედან და რუსულ გუნდებში მოიხოჭ სახელს და მე ნაკრების მეკარეც ხდება და რა ეს დროა მაგრამ ჩემპიონატი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ განსაკუთრებით ესე გაცხოველებულია ფეხბურთის იმპრესარიების მუშაობა რა ქვია აი ეს კლუბების მოგზაურებები და ასე რომ ვთქვათ კომერციული ტურნირები ამ დროს ძალიან გავრცელებული ამბავია განსაკუთრებით სამხრეთ ამ უკვე ეს ფრენები ხო რაღაცას ასწავლია რა ქვია ამ წიგში კიდევ არის ფრენის მარშრუტები მე ადრეც ვახსენე საოცარი რაღაცა ესეთი უგრძესი ადრეც ჩამოდიოდნენ ეს გუნდები მაგრამ ეხა უკვე რაღაც როგორი რაღაცაა იცით რომ გუნდი რომ მოგზაურობს საბჭოთა კავშირში მე იმპრესარიები ირჩევენ რომელიმე გუნდს რომელიც იმ გუნდის ქვეყანაში იმოგზაურებს იმ გუნდსაც შეხვდა რაღაც საპასუხო იმეებით არის რა ესეთი და თბილისში ჩამოდის დღეს ცნობილი აი გენტი ჩვენ ვიცით გენტი რაც არის ჩვენი ლაგანტოაზე ესე ქვია მაშინ კენტელები ხო და ესენ ჩამოდიან რაღაცა ესე თამაშა დინამო უგებს მაყურებელი კმაყოფილი ყველაფერი და ჩამოდის სტად რეიმსი თბილისში სტად რეიმსი აი აქ თამაშობს ფონტენი ეს არის გუნდი რომელსაც იცნობს ბასაღო ბერძი იმიტომ რომ მოსკოვის დინამოსთან ერთად რო იყო რასინგის და რეიმსის ნაკრებს შეხვდა რასინგიც ხო იყო უკვე თბილისში ანუ ეს რაღაც ნაცნობური ესე აკეთებენ ეს იმპრესარიები ფონტენი თამაშობს აქ ამ გუნდში თამაშობდა რაიმონ კოპა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მაგრამ რეალშია წასული იქ ფეხი ვერ მოიგდა და ჯერ მთლად მობრუნებული არ არის მაგრამ ამ წელიწადს მობრუნდება ისევ რეიმსში რა ასეთი სურათია ფონტენმა გაიტანა გოლი პირველი გოლი დინამო მოიგო რეიმსთან 5-2 ეს კარგი ისინი ეს ყველაფერი ითვლება სამომავლო ტურნეების ეხლა ეს ტურნე რა არის გეტყვით მე თქვენ იმ დროს იმდენი აი 60 წლებიდან უკვე საკმაოდ კარგი იყო ეს კლუბებისთვის საბჭოთას ვამბობ თორე ისინი ცხადია იღებდნენ წილებს ანუ ტრიბუნები უნდა გაივსოს იმპრესარიო იღებს წილს მასპინძელი გუნდი იღებს წილს იმპრესარიო სტუმარ გუნდს უნაწილებს ეს კომერციული მოგზაურობა ამიტომ არ გავს ეს თქვა ამხანაგურ და ისეთ თამაშებს იმიტომ რომ შენ უნდა უზრუნველყო რომ ტრიბუნები სავსე იყოს სტუმარიც რო ხარ აი ბაზას წიგში არის რომ არ იყო ხალხი აი ეს ცუდია იმიტომ რომ ისა ფეხბურთელებს საბჭოთა კავშირი აძლევდა დღიურ ფულს ეს ცნობილი საბჭოთა სუტოჩნი ვინც უცხოეთში მიდიოდა ესე იგი სახელმწიფოებით მაგრამ იმპრესარიოსგან იყო წილი რომლის უმეტესი მიქონდა რა ქვია საბჭოთა კავშირს მაგრამ ფეხბურთელებს კიდევ აძლევდნენ რაღაცას ეს შეიძლება ყოფილიყო თამაში $30 $50 60 წლებიდან მეტი აი ნაკრების ფეხბურთელებს ყოფილან რომ აი დიდი ტურნეები რო იყოს სამხრეთ ამერიკაში $200-მდე თამაშია ეს კარგი ყიდულობდნენ რაღაცებს ადამიანები საჩუქარი ესა ქვეყანას ნახავდნენ რო გაგიჭირდებოდა შეიძლება ტაქსში ჩამჯდარი ადამიანი და ეს არის დინამო წაიყვანეს წლის ბოლო ბელგიაში ისევ ამ ლაგანტუასთან სათამაშოდ მაგრამ იქ კიდე არის ლეჟის სტანდარტი რომელსაც მე შევხვდით და მოგვიგო რა ქვია 82 წელს თასების ნახევარფინალში ორი ტრაგიკული თამაში და კიდე ლუქსემბურგში რა შეიძლება ითამაშო ხო მაგრამ მიდიხარ ასეთი ტურნირია დინამო ვითომ ისეთია რა ქვია 59 წელს მე სამი ადგილი კმაყოფილი გუნდია ნოემბერია ეს როგორ არის შენთან სეზონი თავდება და იქ შუა სეზონია ესე თამაში ისინი უკეთეს ფორმაში არიან მე ყოველთვის დაგეგმილია რომ ბოლოსკენ ძლიერებს ხვდები რა იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა გვეშლებოდა ხოლმე თუ წაგვივიდოდა პირველ თამაშს ძალიან მაგრამ თამაშობდითო და მე კაი პრესა გქონდა და ისინი საშინლად გვეთამაშებოდნენ საჯებსაც ნუ ასეთი ესა ბელგია ისეთი რა ქვია შტაბის-ტილებას ახდენს ახლა რაღაც უცნაური ქვეყანა ძალიან სიწყნარეა ძალიან წესიერი ხალხი მიდიფოთის რაღაცა ესეთი ის არის მაგრამ თამაში ვნახეთო ამ ლეჟის სტანდარტის და ძალიან უხეში თამაში იყო არ მოგვეწონა ჩვენც უნდა გვეთამაშონ ორი დღის მერე
გვეთამაშენ და ეთყობა იმათვისაც ხო კომერცია ისინთან თამაშობენ ჩემპიონატზე და ცდილობენ რომ ფეხბურთელები დაასვენონ და ვერავინ ვერ იცანით იქედან ვინც იქ იყო ეთყო სხვა გუნდებიდან ყავდათ მოყვანილიო ჩეხეს გვირტყეს და მოგვიგესო მოკლედ ეგეთი ეს არის ხო მაგრამ ერთი რამე ამ ბელგიაში ძალიან გაგვიკვირდა ძალიან წყნარი ქვეყანა და 17 ნოემბერი იყო დღეო ქუჩაში გამოვედი და შეირნო საბჭოთა გუნდი შეირნოს იქა და ბევრი მთვრალი ახალგაზრდა კაციო რაღაც გოგოებს ეტორღიალებენ პოლიცია ხმას არის დგანან პოლიციელები ესენი ამტროვენ აყირავებენ მანქანებსო არის ესეთ ეს ცოტა როგორ რანაირად ხა კი თბილისში არ ესექთ ნანახი მარტის დროს მაგრამ ნუ ეს ხო ის არ არის პოლიტიკურ მნიშვნელობას ვერ აძლევენ იგითხეთ მაგრამ რა არის ეს რა ხდება ბარების ვიტრინებს ამტროვენ ეს არისო დედის ერთების დღეო ტრადიციული ბელგიური დღესასწაული უთხრეს ამ დღესო ყველა დედის ერთა ბიჭი გამოდის და რასაც უნდა იმას აკეთებსო და ამას არავინ არ უშლისო აი შენი დემოკრატია და განსხვავება და ესე ხო ამასობაში გავიგეთო რომ ანდერლეხტიო აღარ გვეთამაშებაო თქვენს რომ იმათ თავის ჩემპიონატი მიდის და ეს არ უნდა რა გათამაშო და ნუ დამთავრდა ეს ტურნე რა მაგრამ ამათ იმპრესარი ყავთ რომელსაც ფული უნდა იშოვოს ლუქსემბურგის ნაკრებს უნდა გათამაშოთ ხო ჩვენო ლუქსემბურგი ნუ პატარა და სამოყვარულო და ნუ მაგრამ ლუქს კარგი და ბენილუქს თუ რაც არის და დადიან ამ ავტობუსებით და მოწონთ ყველაფერი და ლუქსემბურგში დაგხვდა ცუდი პრესაო ადგილობრივ კათოლიკურმა ეკლესიამ შეუტიაო ნაკრებს როგორ ეთამაშებით მაგ კომუნისტებს წითლებს და ღმერთის მტრებსო რაღაცას მაგრამ თვითონ კარგად მიგვიყეს მაგრამ ისიც ჩავარდნელი თამაში 0-0 ლუქსემბურგის თბილისის დინამო ლუქსემბურგის ნაკრები უბედო ნუ 0-0 და როგორ ჩანს ამ იმპრესარიოს დიდად ეს ტურნე არ მოწონს და არც შემოსავალი და ხა თქვენ ფრანგულ გუნდებს ხო იცნობთ და წინადადება მაქვს რასინგთან ხონა თამაშები ხო რეიმსთან ხონა თამაშები და მე შევათანხმებ და საფრანგეთში წავედით და ახალი სამი თამაში საერთოდ არ არის ეს ბასა ისეთი კაცი რომ იქებდეს თავს ან აქებდეს ვინმე ერთადერთი თავია სადაც არის შედარებით თავის კმაყოფილების და ეს არის რომ ჩვენ ტარს გვიკრავდა საფრანგეთი ეს ქვია ამ თავს რა ქვია ეს ნამყოფია იქ ეს ცისფერი ნაპირიც ნანახი მაკოი კაზინოებში ხალხი თურმე ამერიკიდან ჩამოდის რომ ითამაშოს რაღაც ეს იცისავენ მაგრამ ბიჭებს არ აქვთ ნანახი საფრანგეთი და გიდივით გამოვედიო რა იქ საინტერესო რამეს ამბობს დღეს რაც ეს აღწევს უბრალოდ მდგომარეობას რომ პარიზი საერთოდ არის საფეხბურთო ქალაქი სიმართლე ეს რასინგი ყავდა მაშინ ეს დღეს განთქმული პარი სენ-ჟერმენი დაარსებულიც არ არის 10 წლის მერე დაიწყებენ ამაზე ფიქრს რა PSG როგორც ეძახიან ეგ ხო ამ რასინგთან თამაშობენ ეს არის დრო როცა ძალიან მაგარი პრესა აქვს საერთაშორისო მიშა მესხს აი ეს დროა უკვე რა У него отличный бег и удивительный. და ნაკრებში ხდება იმ წელიწადს საბჭოთა ნაკრებში. უკვე წარმოიდგინეთ 21-22 წლის არის და ამიტომ ქვია ამ თავს რომ ჩვენ ტარს გვიკავთ რომ ძალიან კარგი პრესა შეხვდათ. იმის ამ თამაშის მერე და მიდიან რეიმსში, შამპანში და იქ ხდებიან კოპაო დაბრუნებული, მაგრამ დამტრეული და როგორ გული მწყდება ჩვენთან რომ ვერ ითამაშაო რა. ეს ნუ კოპა არის იმ დროს ალბათ ევროპის 3-4 საუკეთესო ფეხბურთელში, მაგრამ ნატანჯი ტრამვებითაც იმ რეალში ყოფნითაც იმდაც, მაგრამ ტრამა ქონდა და ჩვენთან არ იყო, მაგრამ იყო ჟუსტ ფონტენი და ნუ იქ არიან ყველა ეს ბიანტონი და ჟონკე და ცნობილი ფრანგი ფეხბურთა ვენსანი და მაგვარია ეს. და ეს არის მძიმე თამაში, მაგრამ გარემო არის კარგი. ანუ ამ წააგეს ერთი თნორი თბილისის დინამომ საჯი იყო საშინელო, ისინი ზანხისტად გვეთამაშებოდნენ და ყველაფერზე უსტვენდაო, ისე რომ გადაბმული ორი პასი ვერ გავაკეთეთ რა ქვია. ანუ ჩვენ იმათ ხარეს კი არ უსტვენდა, მაგრამ ისე გამოდიოდაო, რომ ჩვენ თამაში ვერავ
ამას ქვია მცირე ჯარიმის თამაში. იქ უკვე სერიოზული ფიქრები არა ქვია ტაქტიკებს, რაღაცებს. 1-0 წააგეს ამ რეიმსთან, მაგრამ იქ დარჩნენ რამდენიმე დღეთან, მარან, ასე რომ ასე ჩანს, იმიტომ რომ ასე წიგნებში ეს არ იწერება, მაგრამ შამპანური, იქ თან ღვინის მხარეა, თან შამპანური ისო დაგვატარებენ ყველგან, ჩვენ დავაძრეთ თვიში და თეთრაო და მოწონდათო ისე აწკლაპუნებდნენ პირს. ასე თქვა, მაგრამ აქ უცებ მე არ ვიცი თბილისში როგორ უმასპინძლეს მაგათ თავის დროზე რეიმს, მაგრამ ეს ფონტენი არის ამათი მეგობარი, just ასე გამოდის. სულ ჩვენთან ერთად იყო და სასტუმროშიც კი რო ვისვენებდი და ჩამოვიდოდით ხოლში და ისდა just ფონტენი და უკრავდა პიანინოს და გვიმღეროდა და გვიღინებდა და ნუ ძმა იყო და ჯემალ ზენგლიშვს მე მგონი აბსოლუტური სმენა ჰქონდა, იმიტომ რომ მისი ძმა თანგის ზენგლიშვილი იყო განთქმული ქართული საოპერო მომღერალი და ერთხელ სტენა აყოლა. Шаги красила ту бежи, я стармо как карет. Зраега мет халище на хар, батара охросит карта. Митхарише дичини. ეს дуეტი იყო და ამაში ეს ძალიან კარგია რა, სიმართლე რო გითხრათ. ეს არის ძალიან ტკბილი და ესეთი მოგონება როგორც ჩანს, თუმცა წიგნში შეზღუდულია ეს პირადი ესენი, რა ქვია, აინდა მაინც არ უნდა ჩანდეს, მაგრამ ნუ შამპანი, ტვიში, ეს ყველაფერი. მაშინ და მე მიდიან ნიმში და პარალელურად არის ნუ ეს ჟურნალისტების ტყე. აკებინზა და ნუ მიშელ არის ესეთი ამბავი იქ, რა ქვია, ეს სხვა წიგნებიდან. ჩვენ ხომ წიგნს იმტყობთ, ეს ერთ-ერთი პირველი ესეთი ამბიდან. 60-70 წლები ეს ქართული სპორტული ჟურნალისტიკა, წერილებიც კი მე არა მხოლოდ პროფესიულად ფეხბურთელების ჩვენ გვაქვს უამრავი კარგი წიგნი და დღესაც უკვე ყველაფერი ეს გამოდით, ხელახლა გამოიცემა და პირადად აი ფეხბურთელებს რომლის ხები ცალკე წიგნებია, ასე რომ ვთქვათ, მონოგრაფიები, ბიოგრაფიები, მე უკვე 60-იან, 70-იან, 80-იან გადასარევი სპორტული ჟურნალისტების და დინამოს 91-ის ამბავზე რაღაცა ეს ფოტო ისტორია ცნობილი რომ არ ყავდა ფოტოკორესპონდენტი და ეს უგააკეთა სპორტულ ჟურნალისტო. 60 წლის სეზონი ვერ არის ესეთი, რა ქვია. ისევ ეს ნაცნობი მეშვიდე ადგილია, მაგრამ ეს არის განსაკუთრებული სეზონი თბილისის დინამოსთვის და საფხულში ის მოხდა მაგარი, რომ თბილისში ჩამოვიდა კიდე ერთი ბრაზილიური გუნდი. მანამდე ჩამოვიდა ინგლისური გუნდი უკვე მეორედ, Sheffield Wednesday, რომელსაც დინამო მოუგა 1-0. მაგრამ ჩამოვიდა საბჭოთა კავშირში ტურნე ჰქონდა ბრაზილიურ გუნდ Bahia-ს. Bahia ეს არის Minas Gerais, აი Bahia არის, რა ქვია, ჟორჟი ამადურო იყო ჯერ კომუნისტი, მერე საბჭოთა ხალხის საყვარელი მწერალი და კარგი მწერალი და უცნაური საინტერესო პირველი ესეთი სამხრეთ ამერიკული ხმა საბჭოთა იმებში, რა ქვია. რა ქვია, ჟუბიაბა და აღარ Bahia ჩემო Bahia და დონა ფლორიდი და მისი ორი მოგვეთ ეს Bahia. თვისის დინამო Bahia დაანგრია 4-0. ყველა გაზეთში აღნიშნულია და სახალხო გადმოცემას ამას ამბობს, რა ქვია. Bahia-ს მოთელვა ეს არის მთავარი შოუ, რომელსაც ესე იგი უყურებენ საბჭოთა კავშირის ქალაქებში, ეს გუნდი გამოდის და როგორც წერია მაშინდელ გაზეთებში ამ კაცრი მით მაშინდელი ენით ჟონგლიორობს. გუნდი ჟონგლიორობს ესე იგი. ეს არის შოუ. ყველა ამბობს, მე ფეხებზე ეკიდათ, მაგრამ ის იყო მაგარი თავიდან რასაც აკეთებდა. ეს არის აი ეს ბრაზილიური, რა ქვია, ტექნიკა, რომელიც ქმნის ამ ლეგენდას, ეს ბრაზილიური გუნდები, რომ დადიან კლუბები თემ სოფლიოში ნაკრების პარალელურად, აი ეს მათი განსაკუთრებული ტექნიკა, ესა
რაღაცა მოკლე შოუსავით არის, ანუ თამაშის წინ ისინი, რა ქვია, კენწლავენ, უდევთ ცხვირზე ბურთი, ვითომ ხურდები და მე აღარ დიდად აღარც თამაშობენ და ამას თამაში ამების გამოყენება მარტო ვარსკვლავის შეუძლია ხო, მაგრამ ზოგადია მათი საერთო საოცარია და თბილისშიც ეს შოუ არის. თბილისშიც ეს შოუ არის. ეხლა რა ხდება ამ შეფილდს შეხვდა თბილისის დინამო. 1960 წლის მაისი საერთაშორისო შეხვედრა შეფილდ უენსდეი ინგლისი დინამო თბილისი. უკვე განსაზღვრულია და დაგეგმილია ამ ტურნეების იმაში, რომ სეზონის ბოლოს თბილისის დინამო წავა ინგლისში. პირველ 2 ნოემბერს ეს ყველა მიცის. ასე რომ თქვა, სეზონი ცუდია, მაგრამ ნუ ეს არის და ეხლა შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეცვალონ ეს გადაწყვეტილება. ეხლა იმპრესარიოებსაც ხელი დაუქმნან, მაგრამ ეს არის. მაგრამ თბილისის დინამოს ამ სეზონში მიუხედავად ცუდი ადგილის ერთი წარმატება აქვს. საბჭოთა კავშირის თასის ფინალშია გასული. ეს თამაში უნდა იყოს ოქტომბრის შუაში, თუ არ ვცდები რა. და ეს წინა წლის მესამე ადგილს პლუს ეს ფინალში თუ რაღაცა ვქენთ კი მეშვიდეზე ვარ, თუ უკვე რაღაც აღმასვლა და გუნდიც ხო განახლებულია უკვე თითქმის, რა ქვია, ასე რომ ვთქვა. ჯერ ეს არ არის 60-იანი წლები, 4 წლის შემდგომი გუნდი, მაგრამ ეს იმისკენ მიმავალი გუნდია. თან 1960 წელს მიშა მესხი ევროპის ჩემპიონია და გივი ჩოხელი. მიშა და გივი ჩოხელი იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრები, რომლებმაც გავიდნენ ფინალში, მთელი ეს გრძელდებოდა. მაშინ სხვანაირად ტარდებოდა ევროპის თასი ერქვა უფრო. მე ამას ევროპის ჩემპიონატი ქვია, გავარდნაზე იყო და ფინალში მოუგეს ისევ და ისევ იუგოსლავიას, რა თქმა. 2-1 და პირველი გოლი გაიტანა სლავა მეტრეველმა, რომელიც ამ დროს მოსკოვის ტორპედოს ფეხბურთელია და ვარსკვლავი. მეორე გამარჯვების გოლი ითვლება ლეგენდარულ გოლად რუსული ფეხბურთის იმაში. ეს გაიტანა ვიქტორ პანიძელნიკმა ქართველების დიდმა მეგობარმა ძმაკაცმა მიშა სპასით. Мяч получает Михаил Месхи. Он обыгрывает защитника. Точный навес на ворота. И понедельник головой забивает второй гол. Решающий гол, принесший нашей команде Кубок Европы. 2 года в напряженных матчах пробивали они... მოკლედ ეს უკვე რაღაცა ის არის. სულ სხვაგან არის ეს ყველაფერი რა, ასე რომ ვთქვა. პრესის და იმის საშუალებით და დინამოს აქვს სეზონის მთავარი თამაში ფინალში მოსკოვის ტორპედო. ეს რა მოხდა მე შემდეგზე მოგახსენე.